მიჭირს ლაპარაკი. საკითხები. მედია გადაგებას არ შევეწირები, მეგობრებო. რა? მიდი მარიამ, მიდი. მიდი მარიამ, შენი შეგიძლია. მარიამ არ ჩამოვარდ. მოგესალმებით მეგობრებო. მოკლედ 4 კვირიანი შესვენების შემდეგ დავუბრუნდით. ვისი თვალი გვეცა არ ვიცით, მაგრამ როგორც კი YouTube-ზე ვიდეო დავდეთ, მაგის შემდეგ ლაშქრობა არ გვიხსენია. დღეს არის 26 აპრილი და ჩვენ მივდივართ სალაშქროდ. უბრალოდ დღეს მინი ლაშქრობა გვექნება, იმიტომ რომ უფლის ციხეში მივდივართ. თუ უფლის ციხეზე დღეს გვექნება ექსკურსია, თუმცა საკმაოდ საინტერესო და საკმაოდ სახალისო. ამიტომ რა თქმა უნდა გამოგყვეთ. ახლა დაგანახებთ ჩემს საყვარელ მეგობრებს, რომლებიც აუცილებლად მოგესალმებიან დიდი სიყვარულით. ყველაზე მთავარი ბორჯომის ენერგი ისევ ჩვენთან. მეგობრებო, მე დღეს ბორჯომის ენერგიის ვაშლი და ფეიხვას იმით ვარ წარმოდგენილი. Cheers. ახლა ჩვენ მოვედით უფლის ციხეში თუ უფლის ციხეზე? უფლის ციხეში. უფლის ციხეში მოვედით. უფლის ციხეზე უნდა ავიდეთ. უფლის ციხეზე უნდა ავიდეთ. როგორც გავიგეთ, წინ გვაქვს ბევრი სავალი, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი სივრცეა და ჩვენ რა თქმა უნდა ყოველთვის ნახვა გვინდა. ძალიან დიდი შემართებით მოვედით, იმიტომ რომ დაახლოებით რამდენი კვირის წინ? 8 მარტს რო ვიყავით, ზუსტად კვირა დღე იყო. დაკეტილი და გვხვდით პირველად მოვედით. ვიყავით მაშინ კიდევ კარგი. ხო და წავიყვანდნენ. და ნუ მოკლედ ახლა ძალიან დიდი მოლოდინები გვაქვს. რა თქმა უნდა ყველაფერს გაჩვენებთ დეტალურად. მოკლედ შემოვედით, მინდა გაცნობოთ რომ სტუდენტებისთვის ლარი ღირს ბილეთი და ჩვეულებრივი მოკლავებისთვის გეტყვით რომ იმათაც ვისაც სტუდენტები არ ვართ და სტუდენტური გვაქვს ისევ მაინც ლარად შემოდიხართ. კი. წინ გველის ძალიან დიდი ექსკურსია, ძალიან ბედნიერები ვართ, ძალიან დიდი შემართებით მივდივართ და მოკლედ რა თქმა უნდა ყველაფერს გაჩვენებთ. ჯერობით აი ესეთი ლამაზი ბილიკი მივუყვებით. ესე ლამაზად მივყვარი ჩემი. აი იქ არის მტკვარი, ჩვენი ლამაზი და საყვარელი. ასეც მივდივარვა. აი იქ ხდება. კოხტა დარბაზი, ეს ჩემი დარბაზია. აი აქ ვართ ჩვენ. აი აქ. წავით. ქვების რეალებს და მოსწონს რომ დააპირებთ. აი თვალისწინეთ. აუ ღამე რა მაგარი იქნება ეს. მართლა, დრო შემოვიყაროთ? აი მყარსო ჩამოვიდეთ და აი ჩვენი მყარი. სადაც ფეხი წავა, იქ წავალთ. ძალიან კარგი იქნებოდა ამდენი ტურისტით ახსოვს რომ არ იყოს ეს დილი, იმიტომ რომ ზოგადად კარგი არის ქვეყნისთვის ეკონომიკისთვის ეს არის, მაგრამ ხო, მაგრამ ჩვენთვის არა. მოდით. ხო. ჩვენ გვიყვარს სოლო ტრიპები. აი სამშვილდეში კაცი შვილი ვარ და? ხო, სამშვილდეში რა კარგი იყო. სხვა შორის ვაპირებთ სამშვილდეში კარვებით წასვლას. ლაშქრობას იგივე ადგილას, იმიტომ რომ ძალიან კარგი საკემპინგო ადგილი იყო და მიჭირს ლაპარაკი. საკემპინგო ადგილი? საკემპინგო. ცუდი იდეა იყო თან ვიდეოს გადაღება და თან ლაპარაკი და თან კიბებზე ამოსვლა. Anyway. ჩვენ პირადი ფოტოგრაფიც გვყავს. ბუნება ძალიან გვიყვარს, მაგრამ ხოლიკები და მწერები და გეტრანსები. საშიშია ხოლიკი. ზოგადად. ხუთი თუ მოსწროხით თამაში. მიდი მარიამ, შენი შეგიძლია. მარიამ არ ჩამოვარდ. ვაუ. ეკო.
do ba do ba do ba do ba do ba do ba do. რა მაგარია? ახლა ჭვალი ეძინოთ. ეგ. ჩამოყალიბდა ვერსიები, რა ხდებოდა ამიტომ. ჩემ პირადი აზრით აქ უეჭველი დასაჯდომი ან დასაწოლი ადგილი იყო, იმიტომ რომ ჯერჯერობით ერთ-ერთი შემაღლებული ბრტყელი ადგილია, რაც კი მეხით. მე ესე ვფიქრობ. დიახ. თანაც ისეთი არის რა ყველაზე დაცული და მხოლოდ ერთი შემოსასვლელი აქვს და ფიქრობ რომ დასასვენებელი, დასაძინებელი ადგილი გახლდათ ეს. აქედან ფანჯარაც არის პატარა. აქ ხლიკები არიან და ცოტა ფრთხილად გავივლი. რა? ხედავს სახეს. კი, აი ის. ხლიკები. იდეალური სპოტი ვიპოვეთ. ძალიან ბევრი დეტალია, რომელსაც ჩვენ ვერ ვიაზრებთ რა მაგარია. ეს არის გადმონაშთი პირდაპირ. ძველი წელთაღრიცხვის. ვაიმე აქ ხრიჭოა. პირდაპირ ჰეითი იმ ადამიანებს, ვინც აი ამას აკეთებს. არ ვიცი. რა შეიძლება ეს ყოფილიყო? მე მგონია რომ რაღაც თაბადის ადგილს გავს. თუ შეიძლება დაბმული მსხვერპლები მოყავდა. შეიძლება ცეცხლს აკეთებდნენ რომ განათებულიყო ყველაფერი ან ამ მსგავსი. ცეცხლსწავლები იყვნენ ესენი თავიდან, მერე გაქრისტიანდა და მერე დაადგეთ ის ეკლესიაზე. ხო, და შეიძლება რომ აქ რაღაც ცეცხლ. ხო. მე ჩემი აზრით აი აქ ცეცხლი იყო და სამდენ თამანს. იმიტომ რომ რაღაცა ისეთი ამაღლებული ადგილია რა, თითქოს შემოდიხარ რომ პატივი მიაგო ცეცხლს. მაგარია ძალიან. ესე იგი, ეს რა ქვია, დისკლეიმერი. შეიძლება ძალიან ბარდებინობას ვსაუბრობ, თამგიძე. მაგრამ სახში რომ ჩაოს მე გავარკვევთ რა სად რა იყო. კი. რამე სუბტიტრებში დაგიწევთ. რა კომენტარებში გამოიცნოთ რა არის სიმართლე და რა თქმა. ჩემი პირადი აზრით მთელი მუღამი აქვს. როცა მოდიხარ, ისე რომ არაფერი არის. იმიტომ რომ შეიძლება იმკითხაო, რაღაცა ოპშენები ჩამოვიდა. კი, და მე უნდა მოვიდეთ. საინტერესოა, როცა შენით ცდილობ გამოიცნო რასად იყო, როგორ ცხოვრობდნენ. მომწონს. I believe I can fly. I believe I can touch the sky. I think of ხდები ხა. მახრანერა დავიდა, არ ვიცი, მაგრამ თამიდა რომ გადავიკო და იმედია გადაღებას არ შევეწირები, მეგობრებო. იასნა, ძალიან მარტო იყო. ვაუ! ძალიან მაგარია. აუ! აბა აქ რა იყო მარია? გრძელი დარბაზები. რა შეიძლება იყოს გრძელი დარბაზები? მე ესე ვფიქრობ. ხო? ენერგია და ანუ მაგიური ადგილია, იმისათვის როცა იაზრებ რომ ბაზილიკა იყო. უფრო ბაზილიკები ძალიან მომწონს. ზოგადად ახალ ეკლესიებზე მეტად ბაზილიკები უფრო მომწონს მე პირადად. Do ba 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 do. Do ba do do do. აუ ძალიან ლამაზი ადგილებია მართლა. ძალიან მოხიბლულები ვართ. შევხედოთ კოხტა დარბაზს. I am fucking crazy, but I am free.
ის აქვს. ისე. წარი გაკეთებული. სიკარებს ვერ ჩამოსხოთ. ვაუ! აუ, რა მაგარია ხალხა. კიდა ჩაუყარეთ წახვედით. აი მე მაშინ არ ჩეთქოს. ხოჩანდა. მოკლედ, ახლა ცოტა ხანი გვაქვს შესვენება. მივირთმევთ ყავას. თურქული ყავა. Yes, მომიჭახუნა. ბავშვები კოკაკოლას. საკმაოდ ლამაზი ადგილები ვნახეთ, ძალიან კმაყოფილები ვართ, თუმცა ჯერ არ დაგვისრულებია. ავაპირებთ დაბლა, რასაც უყურებდით იმ ხედებზე მისვლას და უფრო ახლოდან ნახვას. რა თქმა უნდა, წაგიგოთ. აი აქ ვიყავით წერა. მწუხაროდ ვერ შევდივართ ფერმაში, იმიტომ რომ ძაღლია და თან გაფრთხილებაც არის აქ, რომ ფრთხილად იყავით. ძაღლია. თუმცა შედარებით ახლოდან ნახეთ და ძალიან ლამაზია ყველაფერი. აი მართლა გულწრფელად ვამბობ, რომ ღირს წამოსვლა, იმიტომ რომ ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება რომ განიტვირთო მეგობრებო, თქვენთვის იმის კმე დაგვავიწყდა, რომ გუშინ ვიყავით საგულაოდ კლუბში. მე დავახომ არა, მაგრამ აი იმ ქალბატონმა დალია. დღეს გამოვიდით ბუნებაში. აი ამას ქვია ნამდვილი ბალანსი. ბალანსი. Rap snitches, telling all their business. Sit in the court and be their own star witness. Do you see that? მოკლედ წამოვედით მოვჭით და ამ დღეს უწერ მე პირადად 10-დანაც. აი ძალიან კარგი იყო, აი ყველაფრით კარგი იყო. გატვირთვა, ადგილების ნახვა, ექსკურსია. ჩემთვის პირადად აი რა საუკეთესო იყო ერთ-ერთი რა. თქვენთვის? 10-დანაც. როგორც ხედავთ, ემოციებისგან დაცილები ვართ, იმიტომ რომ ყველაფერი დავხარჯეთ. ყველა კარგი ემოცია უკვე მოვეცი. ჩევს. მიწისგან და ყველანაირი ენერგია. საბოლოო ჯამში მართლა ძალიან კარგი იყო და შემდეგ კვირას რა თქმა უნდა იქნება ახალი ადგილი, ახალი ექსკურსია, ახალი ლაშქრობა და ახალი ვლოგი რაც თავარია.